გამარჯობათ. მოდის ახალი წელი და ძალიან ბევრს ებადება კითხვები, როგორ მოემზადოს საახალწლო სუფრებისა და გადატვირთვებისათვის, რათა ამ გადატვირთვის შედეგები მინიმალური იყოს. რა თქმა უნდა, საუკეთესოა თუ თავს არ გადაიტვირთავთ და ზედმეტ ჭამასა და ალკოჰოლს თავიდან აიცილებთ, მაგრამ თუ ვერან არ გამოდის საახალწლო გადატვირთვების თავიდან ნაცილება, ან სურვილიც არ გაქვთ, უმჯობესია მინიმალურად მოემზადოთ, რომ შედეგები რაც შეიძლება შევამციროთ. ახლა ჩვენ მოვიყვანთ ზოგად რჩევებს პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისათვის, ვისაც კლინიკური ჩივილები არ აქვს. კონკრეტულად თქვენთვის რამდენად გამოდგება ეს ყველაფერი, თქვენ ექიმს უნდა კითხოთ. და გარდა ამისა, ამ რჩევების შესრულება არ უნდა გახდეს საფუძველი კიდევ უფრო მეტი დალევისათვის, ჩემო ბატონო, რადგან ამ რჩევების შესრულებით რაღაც გარკვეულად იოლდება სასმელის გადატანა. პირველი დავიწყოთ დალევამდე 2-3 დღით ადრე. სასურველია მოუმატოთ წყლის მას, ლიტრანახევარი 2 ლიტრა დღეში, რადგან ჰიდრატაცია აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ალკოჰოლს უფრო იოლად აიტანთ. მეორე, უნდა მივიღოთ მეტი უჯრედისის შემცველი საკვები, ეს არის ბოსტნეული სალათები, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, წიწიბურა, შვრია, ეს უკეთეს გარემოს ქმნის ნაწლავებში. შემდეგ, მესამე, ნაკლებად მიიღეთ ცხიმიანი საკვები, წინასწარ უნდა გადაღლით ღვიძლს. კარაქის ჭამა დალევამდე 2 საათით ადრე, რაზედაც ლეგენდა არსებობს, რომ თრობის პროცესს ამცირებს, თრობის პროცესს კი არ ამცირებს, არამედ ანელებს. ალკოჰოლი ბოლო-ბოლო რაც მიიღეთ, მაინც გადავასისხლში, ასე რომ თრობის იგივე ხარისხს მაინც მიაღწევთ და ღვიძლსა და პანკრეას კი უფრო მეტად გადატვირთავთ. თან თრობის პროცესის შენელებამ დასაწყისში შეიძლება მეტი სასმელი დაგალევინოთ. და ნაბახუსები, ანუ იგივე პახმელია, ბევრად უარესი იქნება. შემდეგ, კარგია ბეჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმის დამატებით მიღება, რადგან ეს ნივთიერებები მონაწილეობენ ალკოჰოლის მეტაბოლიზმში. მაგნიუმი მაგალითად ბევრია გოგრის თესლში, მზესუმზირაში, ასე რომ მოხალული მზესუმზირა და წერეთლის მწვადი ასევე დიდი დახმარება იქნება ჩვენი ორგანიზმისათვის. წინასაღამოს ეცადეთ, რომ მიირთვათ ნორმალური ზომიერი სადილი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ცარიელი არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. თორემ ალკოჰოლი შეიწოვება უფრო სწრაფად, ამიტომ საკვებში უნდა იყოს პირველ რიგში ცილა და სასურველია ეს იყოს ქათამი და თევზი, ხორცი. შემდეგ რთული ნახშირწყლები, როგორც არის ბრინჯი, წიწიბურა, პარკოსნები და ბოსტნეული. გარდა ამისა, რაც შეიძლება კარგად გამოიძინეთ, რადგან დაღრილ ორგანიზმს უჭირს ალკოჰოლთან გამკლევება. ეს წინა დღეს შესასრულებელი, ჩემო ბატონო. ეხლა რაც შეეხება სუფრას, სუფრაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა აურიოთ სხვადასხვა სასმელები. ალკოჰოლის ყოველი დოზას შორის მიირთვით სასმელი წყალი ან გაზგასული მინერალური წყალი, ნაბეღლავი, საირმე, ბორჯომი. ხლა გაზის გაყვანას რა უნდა ყოს მოურევთ გაზიან ბორჯომში და გავა. რაც შეეხება ტკბილ და გაზიან სასმელებს, როგორიც არის კოკა-კოლა და ფანტა და ასე შემდეგ ლიმონათები, ამაზე სუფრაზე უარი თქვით თუ კისვამთ, იმიტომ რომ ნაბახუსების დამძიმების მეც, პახმელის დამძიმების მეც ვერაფერს გააკეთებთ. შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ მშიერზე ცოტა საკვები ჩაუფინეთ, ასე ვთქვათ. და ჭამა დაიწყეთ მსუბუქით, ჯერ ნედლი ბოსტნეული სალათები, შემდეგ ცილოვანი საკვები და ბოლოს მძიმე ცხიმიანი. ეხლა ზედმეტად ცხიმიან კომბინაციებს თავი აარიდეთ, მაგალითად შემწვარი, მაიონეზიანი და კიდევ მერე ტკბილი, ეს ყველაზე მძიმე მოსანელებელი გახლავთ და რაც თავარია, საკვები მიირთვით ნელ-ნელა ჭამეთ. ეხლა სუფრის შემდეგ რას ვაკეთებთ? საღამოსან მეორე დილით წყალი, რა თქმა უნდა, ლიმონიანი წყალი, ან რეჰიდრონი, ან გაზგასული მინერალური წყლები, ბორჯომი, ნაბეღლავი.
აქტივირებულ ნახშირს თუ მიიღებთ, ეს საკვების მონელებას უწყობს, ხელს და სიმძიმის შეგრძნებაში ამცირებს ხუთში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლის მეტაბოლიზმში არ მონაწილეობს. თუ გადაწყვეტ ლიმონიანი წყლის მირთმევას, ეს ბევრს უყვარს ძალიან. მეტი ეფექტისათვის სასურველია, რომ იყოს თბილი და ოდნავ მარილი, ძალიან ცოტა დაუმატეთ მარილი, არავითარ შემთხვევაში არ დაუმატოთ შაქარი. და ლიმონიანი წყლის შემდეგ 10-15 წუთი არაფერი არ დალიოთ, ეს იმავე საღამოს ან მეორე დილას ნაბახუსებზე ძალიან კარგია. ეხლა თუ წნევა ნორმალური ან დაბალი გაქვთ, ამ ლიმონიანი წყლის შემდეგ, როცა პატარა დრო გავა, შეიძლება ყავა ან ჩაი ესინც უშაქროთ. კარგი არის მაგნე B6 1 ან 2-აბი, მაგრამ არ შეიძლება თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ, ან ძალიან დაბალი წნევა, იმიტომ რომ მაგნე B6 წნევას ცოტათი ამცირებს. და ასევე დიარეის დროს თუ გუჭი გაქვთ აშლილი, მაგნე B6 არანაირად არ არის სასურველი. ამის შემდეგ საუზმე უნდა იყოს მსუბუქი სუპი, ბულიონი, თქვათ ბანანი, მოხარშული ბრინჯი, ან მოხარშული კარტოფილი, მსუბუქად და მცირე რაოდენობით. სუფრის შემდეგ და მეორე დღეს მსუბუქად სეირნობა შესაძლებელია, მაგრამ თავი არ უნდა გადაიტვირთოთ ფიზიკური დატვირთვით, თქვათ იგივე სეირნობა აღმართში, მაინდა-მაინც არ არის მიზანშეწონილი. და კიდევ რაც კატეგორიულად არ უნდა გააკეთოთ პახმელიაზე. პირველი ეს არის პახმელიიდან გამოსვლა სასმელით. მეორე, რაც არ უნდა თავის ტკივილი გაწუხებდეთ, არ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი. ან თუ წამლის მიღებას დააპირებთ, ყველა ვარიანტში ექიმს დაუკავშირდით. და მესამე, არ ჭამოთ ცხიმიანი. სულ ეს არის მინიმალური რჩევა-დარიგებები, რაც შემიძლია გითხრათ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.